ხო ვიცით რომ ალბათ გაიაფების მიზეზ, მაგრამ აი ეს თუნუქის რაღაცა რა უნდა ღირდეს, ხო? ნუ ესეც მერე თქვენი საყიდელი გახდება, ორი მჭიდი ხომ მაინც გინდათ. მაგრამ მჭიდი თვითონ ეს მჭიდი არის ძალიან ყოჭაღი, კაი თუნუქისგან არის გაკეთებული. კალიბრი 5.56, აი ესეთი. ნატო სტანდარტი. თვითონ ამ შემთხვევაში ვაზნარი ექსპანსიური წინ ნახრეთი რო აქვს. ეგ იმას ნიშნავს რაღაცას მოხდა გაიფურჩქნა, ანუ ნადირობის ნადირს რო გაარტყავს ფეხშიც, თლიან ფეხს აი ამ ხელა ნახრეთს გაუკეთე, შეიძლება მოაღლიჯოს კიდევაც. დიდი კინეტიკური ძალით რო ხდება ეს იხსნება ეგრე. ცუდი ის აქვს, რომ ექსპანსიური ვაზნები ნაკლებად მიზანში მიფრინავს შორმანძილებზე. მერე ხო ჰაერი ხდება, რაღაცებს აკეთებს და თუ საომრად გინდათ, მაინცა და მაინც ამებს ნუ გამოიყენებთ. ღმერთმა დაიფაროს თუ ომი დაიწყო. ქვეყანა კი არეული. წინ